მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ეს გახლავთ პოდკასტი ლალისთან ყავაზე, ოღონდ ამჯერად ჩემი სტუმრის ასაკიდან გამომდინარე ცოტა კორექტირება შევიტანეთ და ვართ ლალისთან ცხელ შოკოლადზე. თუმცა ლალისთან ყავაზე ეს კონცეფცია და არ ნიშნავს, რომ მაინცა და მაინც ყავა უნდა ვსვათ აქა. დღეს ალბათ შენიშნავდით, რომ რამდენიმე გადაცემა შევეცადე, რომ ძალიან საინტერესო ადამიანები მომეწვია. ხშირად უფროსები ისევ წყვეთ ხოლმე რაღაც საკითხებს, რომლებიც ჩვენს შვილებს, ბავშვებს შეეხება, რომ გვავიწყდება, რომ შეიძლება მათაც კითხოთ ხანდახან აზრი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ისეთ საინტერესო მოსაზრებები აქვთ, რომ ესეთი არის რა, რაღაცა სხვა სამყაროდან განახებენ იმ პრობლემებს, რომელსაც ჩვენ რაღაცერად მექანიკურად და როგორც ყოველდღიური რუტინული საქმიანობა ასე ვწყვეტთ. და დღეს ჩემი სტუმარი არის მატრონა ვერძაძე და ისევე როგორც ჩემი პოდკასტის წინა სტუმრები, მატრონაც თავის მოსაზრებებს გამოთქვამს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. მე და მატრონამ წინასწარ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ დღეს თქვენს წინაშე წარდგარიყავით ერთი ძალიან საინტერესო იდეით. რა იდეა? მატრონა ალბათ თვითონ გაგვიფხელს, ხო? გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ხშირად მშობლებს და ბავშვებს სხვადასხვა შეხედულება გვაქვს რაღაცასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ხანდახან ჩვენი აზრიც უნდა გაითვალისწინონ უფროსებმა. მე ვისურვებდი, რომ სკოლაში არ იყოს წიგნები, რადგან ხშირად არის ძალიან მძიმე და ბავშვებს უჭირთ მათი ტარება. ძალიან დიდი მადლობა მატრონა მაგ მოსაზრებისთვის. ეხლა ნახეთ როგორ არის. საერთოდ როდესაც ადამიანები აი ზრდასრული ადამიანები, როდესაც ექცევიან ამ თავისი ყოველდღიურობის რუტინაში, გვავიწყდება ხოლმე ის კითხვები, ის პრობლემები, რაც ბავშვობის დროს გვაინტერესებდა და გვაწუხებდა. აი მე ძალიან ხშირად და რა ვიცი, სულ ბავშვებში ვტრიალებ და მაქვს ერთი ძალიან საინტერესო აღმოჩენა. არ ვიცი, შეიძლება ვინმე სხვამაც ისაუბრა ამაზე, მაგრამ მე შეიძლება ველოსიპედის გამომგონებელი ვით დამემართოს, მაგრამ ეს ნამდვილად აღმოვაჩინე და ძალიან ცოცხლად და კერძოდ რა. ის, როცა ჩვენ ზრდასრულები ან ვფიქრობთ რაღაც საკითხებზე, ან ორიენტირებულები ვართ რაღაც მიზნებზე, ძირითადად ვფიქრობთ უფრო კონკრეტულ და პრაგმატულ საკითხებზე. მაშინ, როდესაც ბავშვები უფრო გლობალურად აზროვნებენ. აი ეს რო აღმოვაჩინე, ეს ჩემთვის იყო რაღაცა გამონათებასავით. ესე იგი, ბავშვები უფრო ფართოდ მოაზროვნეები არიან, ვიდრე ჩვენ ზრდასრულები, რომლებმაც გადავწყვიტეთ, რომ აი რაღაც სამყარო დაგვევიწყებინა, ერთმანეთი დაგვევიწყებინა და გვეფიქრა იმ რაღაცა პატარ-პატარა პრაგმატულ საკითხებზე. მოკლედ რაღაცა ამდაგვარი საკითხი არის, რაც შემოიტანა, რათებად შემოიტანა დღეს მატრონამ. სხვათა შორის მატრონამ რო ეს მითხრა, რომ მე მინდა სახელმძღვანელოების მიზანშეწონილობაზე საუბარიო, ძალიან ბევრი ვიფიქრე ამის უკან რა ყოფილიყო. შეიძლება მე იდეაში ვეთანხმები მას, მაგრამ შეიძლება ჩვენ სხვადასხვა არგუმენტები გქონდეს იმის დასამტკიცებლად, თუ რატო არის, თქვათ, სახელმძღვანელოები. შენ ესე იგი უფრო აპროტესტებ სახელმძღვანელოების ტარების ფაქტს, ხო? და მე შეიძლება გავაპროტესტო თვითონ ზოგიერთი სახელმძღვანელოს არსებობა, ან საერთოდ რომელიმე ერთი წიგნით რაღაცა საგნის გავლა. მე ეს თემაც მაინტერესებს, მაგრამ მოდი ახლა გავყვეთ შენს მოსაზრებას, ანუ შენ იძახი, რომ ბავშვებმა სკოლაში არ უნდა ატარონ წიგნები, ხო? მოიცა ახლა როგორ წარმოგიდგენია რა უნდა გააკეთოს ბავშვმა? ანუ სახლში უნდა იყოს ციფრული მოწყობილობები, რომლებზეც ბავშვები შეძლებენ დავალებების გაკეთებას. მოიცადეთ ციფრული ერთი წუთით. ესე იგი, ეს წიგნები ფიზიკურად უნდა არსებობდეს სახელმძღვანელოები, ხო? კი.
ხო, სკოლაში. სახელმძღვანელოები უნდა არსებობდეს ფიზიკურად, ოღონდ ეს სახელმძღვანელოები უნდა რჩებოდეს სკოლაში უნდა რჩებოდეს და იქ რაღაცა თქვენი სივრცე უნდა გქონდეთ. ახლა ამის დამენეჯმენტებაც არ არის მარტივი ამბავი. და რა უნდა ქნა, ხა სახელმძღვანელოები გამოიყენეს სკოლაში, რჩება სკოლაში. ეხლა ხო წარმოგიდგენია მე იქ ბავშვები ვიღაცას სადღაც სხვაგან დარჩება, მე ვიღაცას ხვის აიღებს, თუდად გადადებს, აუ იქ რა ამბავი წავა. უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის განკუთვნილი პატარა კარადები, სადაც ბავშვებს შეეძლებათ შეინახონ ცალ-ცალკე წიგნები, რომ არაებნათ. ანუ მათი პატარა ბოქსები უნდა გქონდეთ გამოყოფილი და იქ იქნება მათი ნივთები და ეს სახელმძღვანელოები ყველაფერი ჩავარდება. რომ არ აირიოს ერთმანეთს. კარგი. კიდე დავალებები როგორ უნდა გააკეთონო? ციფრულად უნდა გააკეთონ ელექტრონულად, პლანშეტებით ან კომპიუტერებით. ანუ ეს სახელმძღვანელოები ჩვენ უნდა გქონდეთ ორ ფორმაში, ახლა როგორც ხვდები. ერთი არის ციფრული სახელმძღვანელოები და მეორე არის ფიზიკურად არსებული წიგნები, ხო? კარგი და სახლში ანუ ციფრული გვექნება და დავალებებს იქიდან გავაკეთებ და სკოლაში უშუალოდ წიგნით დავალებების წინააღმდეგი არ ხარ, როგორც ხვდები, უბრალოდ არა, მაგრამ არ უნდა იყოს ზედმეტად ბევრი. ხო, უნდა იყოს ნორმალური. ძალიან არ ძალიან ცოტა, არ ძალიან და მასწავლებელმა დავალებები ციფრულად უნდა მოგცეთ, ხო? ანუ არის მაგის ისა მოწყობილობები და რაღაც პორტალები არის, ხო, სკოლებს აქვს საშინაო დავალებები იქიდან მოგცეთ. კარგი და რატო შეგაწუხა ასე წიგნების, ანუ შენ წიგნი უნდა იყოს, ოღონდ არ უნდა ატარო. დიახ. ხო? კარგი და რატო შეგაწუხა ამ წიგნების ტარება? ხშირად წიგნები არის ძალიან მძიმე და ბავშვებს უქმნის პრობლემას ხერხემალზე. და ძალიან მძიმეა. ჩანთები. დიახ. ხო და ხერხემალზე ხო პრინციპში ხო ის ტარება ასე მძიმეა რომ შეიძლება ფიზიკური ის გამოიწვიოს. შენ გიგრძნია ექსი მძიმე შენ ზურგზე? კი, ხშირად კი. და რას აკეთებ ხოლმე მაგ დროს? არაფერს. დაატარებ იქეთ-აქეთ, ხო? კარგი, ესე იგი ერთი რომ მძიმე არის, მეორე რომ ხთან მოზარდისთვის არ არის, ხო? მარტივი ამბავი ეს. ხო. მოზარდებმა როგორ უნდა რაღაც ვარჯიშები ხო არის? აი ხერხემლის და ისე ამას თუ იყ. ეხლა მომცირე, შენ თუ ასე მეტად ასე უფრთხილდები შენს თანადობას და აგებულებას, რაიმე სხვა ის არა გაქვს დამხმარე საშუალებები. კაი, ნუ წიგნი და სიმძიმე არ ატარე დაუშვა და ისე აკეთებ რაიმე ან ვარჯიშებს ან რაღაცას უსაკეთებ. არა? ცეკვაზე ან კალათბურთზე გაწევლებს. აი რა ის კონდეს, რა უპირატესობა შეიძლება კონდეს იმაში დატოვებულ სახელმძღვანელოს, თქვათ სკოლაში დატოვებულ სახელმძღვანელოს არ იქნება ყოველდღიურად სატარებელი. გავიგეთ ბატონო, არ იქნება ყოველდღიურად სატარებელი. კიდე რამე აქვს სხვა ისა უპირატესობა, რო თქვათ აი არ მექნებით მარტო წიგნებში და დავიხმართ სხვა სასწავლო ნივთებსაც. მხოლოდ წიგნები არ გვექნება. თან ერთი პოზიტიურიც აქვს მაგას, რომ ის წიგნები უფრო ამ ტარებაში ხო ცდება და ფუჭდება, ხო? და ის წიგნები რაღაცაც უფრო დაცული იქნება და მოვლილი. ხო? დიახ, და თან არ მობეზდება ბავშვებს. რა არ მობეზდება? ძალიან მოსაბეზრებელია ყველა დღე ფურცლების ყურება. მომიწვინე ფურცლების ყურება მოსაბეზრებელი და მონიტორის ყურება არ არის მოსაბეზრებელი? კარგი, ახლა ნახე მატონა მე რა შევიჭედები ახლა. ერთი არის როცა წიგნს უყურებ, თქვათ, ხო? და შენ ამბობ, რომ ციფრულად უნდა იყოსო დავალებებიო, ხო? ჩვენ ისედაც აპროტესტებთ ხოლმე მშობლები და უფროსები, რომ აი ზედმეტად როცა არიან ბავშვები მონიტორთან მიჯაჭვული და როგორ ფიქრობ, ხო არ გამოიწვევს ეს უფრო მეტად მონიტორთან დაქვემდებარებას. უნდა იყოს სპეციალური პლანშეტები, რომელსაც ექნება ნაკლები გამოსხივება და უნდა იყოს, ანუ არ უნდა აზიანებდეს ბავშვის მხედველობას. მხედველობას უკვე აღარც აზიანებს მე მგონი ტექნიკურად, მაგრამ შენ თუ იცი წიგნის კითხვაც რომ მხედველობას იახდეს გავლენას. ადამიანის თვალი არ არის იმისთვის შექმნილი, რომ წიგნს და მონიტორს უყუროთ. ადამიანის თვალი რაღაცა სხვა რამისთვის არის შექმნილი, ხო?
ღმერთმა და ბუნებამ რომ მოგცა, იმისთვის მოგცა, რომ რაღაც ორიენტაცია გავაკეთოთ სამყაროში და არა იმაზე, რომ ერთ რაღაცაზე ვიყოთ ჩაშტერებული. და ამას არ გამოიწვევს შენი აზრით ზედმეტად დამოკიდებულებას ამ არ უნდა ვიყოთ ზედმეტად დამოკიდებულები, სკოლაში გვექნება წიგნები და წიგნებში შევძლებთ წაკითხვას და სახლში გვექნება ელექტრონული წიგნები. და დავალებები შესრულების დროს როგორ ფიქრობ, აი ამ წიგნებში გაკეთებული დავალებები, რასაც სკოლაში ტოვებ, არ დაგჭირდება, თქვათ შენ სახლში, როგორ წარმოგიდგენია ეს? პლანშეტები გვექნება, რომლებშიც იქნება წიგნები. არა, წიგნები კი იქნება, მაგრამ ხო არა სკოლაში რო აკეთებ, ხო წიგნშიც ხო კეთდება, ზოგიერთ წიგნი ხო ასეთია, რომ შეგნით კეთდება რაღაც დავალებები და რაღაც დიდი რვეულები არის მასე. ხო, იმას ატარებთ ალბათ, ხო? ანუ ამის წინააღმდეგი არ ახარ შენ. არა, იმიტომ რომ არ არის ძალიან დიდი ჩატეა. მსუბუქებია და ასეთი რაღაცა რო გავაკეთოთ, რომ ეს წიგნები უფრო თხელები რო იყოს და პატარა იყოს და არ იყოს ტიტანიანი და უფრო მაგით შეიძლება, მაგრამ ასე ვერ იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეა საჭირო, რომ ეწეროს წიგნში, რომ გაიგონ ბავშვებმა. ასე პატარაზე რო იყოს დაჭრილი, ვთქვათ, ის სახელმწიფო ხო არის მაგალითად 100 გვერდიანი და რო იყოს 10 გვერდიანები. რაღაც პატარ-პატარა ეს. ძალიან აირევა ერთმანეთში და ბავშვებს ხან დარჩებათ, ხან დაავიწყებათ შეცვლა. ერთიდან მეორეზე გადასვლა, ესა. მოკლედ, ესე იგი არ გამოდის სხვა არაფერი და ყველაზე კაი გამოსავალია, რომ ერთი ძალიან დიდი სახელმწიფო შევქნათ და დავდოთ ჩვენს იმაში ბოქსებში და იქედან ვიმუშაოთ ხოლმე, ხო? კარგი. ეხლა ის მითხარი, თვითონ ამ სახელმწიფოების ხარისხი თუ მოგწე, ანუ ნახე რას გულისხმობ. აი მაგალითად მასწავლებელი რო არ გეხმარებოდეს, შენით თუ შეძლებდი რომელიმე სახელმწიფოთი რაიმე საგნის სწავლას, ესეც მაინტერესებს. არის რაღაც გაკვეთილების თავები, რომლებიც არის ძალიან მარტივი და შეძლებენ ბავშვები თავისით გაგებას და არის რთული თავები, რაც არის ძალიან ახალი ბავშვებისთვის და ჭირდებათ მასწავლებლის დახმარება. ანუ არსებობს ესეთი რაღაცები, სადაც შეიძლება რომ შენითაც გართვა. აი ძირითადად რომელი საგნებია ისეთი, სადაც ადამიანი ბავშვი თავისით საქართველო. მაგას თავისით გაართმევს თავს თუ ვერ გაართმევს? იშვიათადაა ასეთი გაკვეთილები, რომლებსაც თავს ვერ გაართმევს. ანუ ეს ისტორიის წიგნია, ხო, ეს ჩვენი საქართველო, ხო? აი რომელია ისეთი საგანი, სადაც აი მასწავლებლის გარეშე შეუძლებელია რომ რამე გააკეთო შენი აზრით? ქართული და მათემატიკა. ქართულში რატო? ძალიან რთულია ჩემი აზრით. განხილვა ლექსი, მოთხრობა. განხილვა ჭირდება. წერითი უნარებზე თუ მუშაობ და თუ ახერხებ ისე რომ კი, გვაქვს რაღაცა თემები, რომლებზეც გვაქვს დავალება დასაწერი და მე განვიხილავთ რა უკეთესია რომ თავწეროთ თემაში. და მათემატიკაში რა არის ის სირთულე? სახელმწიფოს რო გაყვე მათემატიკაში გაიჭედები, ხო? მარტო ვერ ისარ, ხო? იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ახალი რაღაცები ნელ-ნელა ემატება და ახსნარი მარტო თეორია. ანუ არის წიგნში ახსნილი, მაგრამ რთულია ის გასაგებად. ხო. თან მე მათემატიკას რა ჭირდება მარტო გაგება ხო არ ყოფნის, იქ ძალიან ბევრი უნდა ივარჯიშო, ძალიან ბევრი უნდა აკეთო, რომ ის დაილექოს, ხო და ის სააზროვნო ოპერაციები რო შეასრულო, ხო? ისე რომელი უფრო გიყვარს, მათემატიკა ქსიამოვნებს? ხო? მათემატიკა უფრო მიყვარს ვიდრე ქართული. რატო? არ ვიცი. მათემატიკას უფრო მარტივად ვიგებ. ქართულსაც მარტივად იგებ შენ და შენ. ქართულსაც ვიგებ, მაგრამ მათემატიკას უფრო მალე ვიგებ. ანუ სახელმწიფოები კი არ არის ამ შემთხვევაში მთავარი დამოკიდებული არის რომელი საგანია, ხო? რაღაცა საგნები არსებობს, რომელიც უფრო მარტივად სწავლადია დამოუკიდებლად და არის რაც ძალიან რთულია. როგორ ფიქრობ შენ თუ არის შესაძლებელი საერთოდ სახელმწიფოს გარეშე? აი შენ ლაპარაკობდი იმაზე, რომ სახელმწიფოები სახლში დავტოვოთ, კი არა და სკოლაში დავტოვოთო და აი თუ გიფიქრია ამაზე, რომ აი მაგალითად სახელმწიფო არ იყოს და მასწავლებელმა ისე გასწავლოთ რაღაცები. ჩემი აზრით ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჭირდება მოსმენა და ხშირად ბავშვები ვერ მოსმენენ და მე თავიდან კითხულობენ. ანუ გაკვეთილს.
ანუ ერთი არის როცა არის ბავშვები, რომლებიც მასწავლებელს უსმენ და არ ჭირდებათ საკითხვა და არის ბავშვები, რომელიც ვერ უსმენს მასწავლებელს და მერე კითხულობს. თავისით ვერ აკეთებს. ანუ ეს აუცილებელია რომ რაღაცა იყოს ისეთი რომ დაგეხმაროს, ხო? კარგი, რაიმე ისეთი ხო არ არის რომ შენ გინდოდა თქვა და მე არ მიკითხავს. ანუ ყველაფერზე ვისაუბრეთ, ხო? კარგი, მაშინ გადავიდეთ ფინალურ ფაზაში ჩვენი პოდკასტის და ჩვენი პოდკასტის ფინალური ფაზა რა არის, იცით? აი ეხლა ჩვენ ხო ვსივართ და ვსვამთ ცხელ შოკოლადს. ყველა ჩემს სტუმარს ვეკითხები მოსაზრებას ყავის შესახებ. ანუ რა ახლა შენ ყავას არ სვავ ჯერ ასაკიდან გამომდინარე. დავლიე დღეს. ხო ეგ ისეთი ერთიანია და მსუბუქი შემადგენლობა აქ და რო დალიე როგორი იყო შენი ემოცია? კაი. მოგეწონა? ცივ ყავასაც სვამ. და როგორ ფიქრობ, აი რატო სვამენ უფროსები ყავას ერთიას მითხარი? შენი აზრით. დედიკო სვავს ყავას? კი. თავის მეგობრებთან ერთად? მარტოც ხანდახან. მარტოც სვავს, ხო? და არ გიფიქრი ამაზე რატო სვამენ უფროსები ყავას? მე სულ ფიქრობდი, შეხელა რომ ვიყავე, ყავას რატო სვამენ, ღვინოს რატო სვამენ? ღვინოს არ ვიცი, სვამენ და ყავა ვიცი. დედიკო მეგობრებთან ერთად ხო სვავს ყავას? კი. მერე? და რა შვებია? რაღაცებს ლაპარაკობენ. არ ვიცი. არ მაინტერესებს. რა ლაპარაკობენ? უფროსები და ლაპარაკობენ არ გაინტერესებს. კარგი. ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე. დღეს ჩემი სტუმარი იყო მატრონა ვერძაძე და შევეცადეთ რომ გვესაუბრა სახელმწიფოების მიზანშეწონილობაზე, სახელმწიფოების ტარების პრობლემაზე, რაც მგონია რომ აი ესე საკმაოდ რაციონალური არგუმენტებით გაამყარა მატრონამ. დაგემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ სამშაბათს.